მართლოსთან, სადაც პარტიის წარმომადგენელი, სხვა პარტიის წარმომადგენელი, ქალები, აქტივისტები, ასევე პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები იმ უსამართლობას აპროტესტებენ, რომლითაც ბოლო პერიოდში გაივსო სასამართლოს დარბაზები, სადაც რეჟიმი სინდისის პატიმრებს ასამართლებს. ლიზი ვეკუა შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში და ის მოგვიყვება უფრო მეც ამ აქციის მოთხოვნების შესახებ. ხათუნა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია, რომელიც დაორგანიზეს ქალებმა და აქ ამ აქციაზე არიან როგორც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი ქალები, ასევე სინდისის პატიმრების დედებიც და ახლა დიამეტრეველი კოალიცია ძლიერი საქართველოს წარმომადგენელი სიტყვით მიმართავს აქ შეკრებილ ხალხს, გაჩვენებთ ძალიან საინტერესო ბანერებსაც უსამართლო მოსამართლეების სრულმოწმეების და პროკურორების დროწმობა, სადაც კანონი უსამართლოა და უმორჩილებობა მოვალეობა და ასეთი ტიპის ბანერები არის საპროტესტო აქციაზე დღეს მოტანილი. მე გავესაუბრები თავად აქციის მონაწილეებს და ვკითხავ თუ რატომ გადაწყვიტეს დღეს სასამართლოსთან შეკრება. მარიკა არევაძეს გავესაუბრები. გამარჯობა ქალბატონ მარიკა, გკითხავთ დღევანდელი დღის აქ მოსვლის მიზეზთან დაკავშირებით. თქვენ რამდენიმე წუთის წინ სიტყვით გამოსვლაც გქონდათ და ახსენეთ სრულმოწმეები, საქმეები, პოლიციელები, შეკერილი საქმეები. თქვენ თავად ადვოკატიც ხართ და გითხარით უფრო მეტი, აი რატომ თბილისის საქალაქო სასამართლო და რა დარღვევებს ხედავთ თქვენ ახლა ამ მოწყებაში. სასამართლო არის ის სისტემა, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და დაიცვას აკონტროლოს ხელისუფლება, აკონტროლოს რეჟიმი, რომ არ გადავიქცეთ ავტოკრატიულ რეჟიმად და დაიცვას დემოკრატია. დღეს ამას სასამართლო არ აკეთებს. დღეს ეს არის ადგილი, სადაც ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ სრულმოწმეებს, აბსურდულ საქმეებს, როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის მიმართულებით და სასამართლო ვერ ახორციელებს ადამიანის უფლებების დაცვას, ვერ ახორციელებს თავისუფალი მომიტინგეების დაცვას და ჩვენ გვყავს 50-ზე მეტი რეჟიმის პატიმარი მარტო სისხლის სამართლებრივი წესით და ათეულობით და ასეულობით ადმინისტრაციული წესით, როდესაც არაერთმა ადამიანმა ადმინისტრაციული პატიმრობა სრულიად უკანონოდ მოიხადა, ხომ? ეს არის ის ადგილი, სადაც შეუძლია მოსამართლეს სასამართლო აქციოს, ასე ვთქვათ, წერტილად, საიდანაც დემოკრატია დაიწყებს განვითარებას და დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება ადამიანის უფლებები იქნეს დაცული და ჩვენ დღეს ვახსენებთ სასამართლოს მის ფუნქციას, იმიტომ რომ სასამართლოს ეს ფუნქცია სამწუხაროდ დავიწყებული აქვს, ვახსენებთ ამ ფუნქციას და მოუწოდებთ დაუბრუნდეს მისთვის კანონით მინიჭებული ვალდებულების შესრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად ყველა საქმე იქნება შესწავლილი და აუცილებლად შესაბამისი პასუხისგებლობა დადგება ქვეყნის წინაშე. ძალიან დიდი მადლობა მარიკა არევაძეს უსმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში. მე ასევე გავესაუბრები